ესეც ერთ-ერთი მთავარია. დაუშვათ თქვენ რომელიმე მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში ზოგი სოფელში მიდიხართ, ზოგი სხვაგან მიდიხართ, ზოგი ასე, ზოგი ისე და გინდათ რომ რომელიმე ტაძარში მიხვიდეთ და ეზიაროთ. პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ? იმ ტაძარში სადაც დადიხართ და მოძღვარი გყავთ, უნდა აიღოთ ლოცვა კურთხევა, აღსარებას ხო იტყვით? უნდა აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა, თუ შეიძლება რომ მე ამა და ამ ტაძარში წავიდე და ვეზიარო. და თქვენ რომ აქ აი ამ კითხვით მოდიხართ ხო, მე რას გეუბნებით, იცით? კი ბატონო, მე გაძლევ კურთხევას რომ ეზიარო, მაგრამ იქ ადგილობრივ სასულიერო პირს, სადაც მიდიხარ, რომელი ტაძარიც არის, უნდა მიხვიდე და კითხო, მამაო, მე შეიძლება ვეზიარო, მაქვს ჩემი მოძღვრისგან ლოცვა კურთხევა. აღონ მაშინ კი არა, როცა მღვდელი ბარძიმს გამოაბრძანებს, მაშინ კი არა. ნუ წინა საღამოს ლოცვას ხო დაესწრები, თუ ლოცვას ვერ ესწრები რაღაცა მიზეზების გამო, წირვაზე ხო მიდიხარ, იქ სტიქაროსანია, იქ რაღაცა დააბარო უნდა რომ იქნება კითხოთ მოძღვარს რომ მე მაქვს კურთხევა და თუ შეიძლება რომ მაზიაროს. ისე კი არა რომ მე ჩემი მოძღვრის კურთხევა მაქვს და ეხა თავაწეული მიდიოდა გეგონება შენი მოძღვრის კურთხევა ქვას კეთქავს. გესმით, ამ განწყობით არ უნდა მიდიოდ. უნდა ეკითხებოდე. უნდა თავი დახარო და იკითხო. ნახეთ მღვდელი როგორ ამბობს. შიშითა ღვთისათა სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. ანუ ღვთის შიშით მოდი, რწმენით მოდი. და სიყვარულით მოდი. იქ არ გიწერია თავაწეული მოდი. პირიქით შიშით მოდი. რწმენით მოდი, რომ იცოდე რას ეზიარებ და ასე შემდეგ. ისე რომ აი სხვა დროს ეცადეთ რომ ეს გაითვალისწინოთ ხო.